გამარჯობათ, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ნეველის ტაროლოგიურ გვერდზე. მათ ვინც არ იცით, მე ვარ ეზოთერიკოსი, ტაროლოგი და ასევე მაგიური მცენარეების წიგნის ავტორი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ბიბლოსის ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე საბერძნეთში, კერძოდ ათენში და არის კიდევ თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მომწეროთ პირადში და დაგაკვალიანებთ, სად როგორი კუთხით მიაკითხოთ წიგნის მსურველებს. ასევე პირადში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. მოდით პირად კონსულტაციებთან დაკავშირებით. მოდით დღეს ვნახოთ, რას მოგიტანთ გაზაფხულის პერიოდი, ზოგადად, ხო? ინფორმაცია სივრციდან, ინფორმაცია პატოკიდან, ენერგოინფორმაციული არხიდან, მოდი ასე ვთქვათ, რაც საჭირო არის რომ მიცოდეთ, რას მოგიტანთ გაზაფხულის პერიოდი თქვენ. გაზაფხულის პერიოდი მათ ვინც ამ ვიდეოებს ნახულობთ, პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ დაკავშირებული იქნება თქვენთვის საკმაოდ კარგ სიახლეებთან, როგორც პირადი თვალსაზრისით, ასევე მიჩვენებს სიტუაციურად კარიერული თვალსაზრისით. ხო, ეს არის პერიოდი, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენთვის არის გამოღვიძების პერიოდი. გამოღვიძება უკეთესობისკენ სulis მდგომარეობა პერიოდი, როდესაც აღწევ სასურველ შედეგებს. თითქოს დიდი ხნის განმავლობაში იყავი მიძინებულ მდგომარეობაში, იყავი გარკვეული სახით უმოქმედობაში, ან სიტუაციები ისე არ მიდიოდა, როგორც შეიძლება შენ რო გინდოდა. შეხედეთ აქ მდგომარეობას როგორი არის პოზიცია, როდესაც რაღაცა კონკრეტული ქმედება განახორციელა, ვითარდება და შესაბამისად შედეგს უკვე ღებულობთ ამ პერიოდის განმავლობაში. თქვენთვის ეს პერიოდი არის საკმაოდ კარგი სიახლეების მომტანი. კონკრეტულად რა სიახლეების მომტანი იქნება უფრო მეტად დამატებით ვნახოთ. აქ პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ ქვების კუთხით, ანუ კრისტალების მაგია ამ შემთხვევაში ნაგულისხმები არის მატერიალური კარგი შედეგების პოზიციაზე გასვლას, ასევე გარკვეული კუთხით გადათამაშდება, რომ მათთვისაც შეიძლება ჯანმრთელობის კუთხით პრობლემები ჰქონოდათ. პირდაპირ მნიშვნელობით კბილებთან დაკავშირებით, ძვლებთან დაკავშირებით ყველაფერი ეს პრობლემებიც აღმოიფხვრება, რაღაცა თითქოს აი ესეთი უკეთეს პოზიციაში გადასვლა არის ხო გამოჯანმრთელების თემა. ასევე მიჩვენებს, რომ აქ პირდაპირ მნიშვნელობით გექნებათ განთავისუფლება ყველაფერი უარყოფითებისგან, რაღაცა გარკვეული სახის უარყოფითი ნეგატიური ენერგიებისგან განთავისუფლება არის ამ ვარიანტებისთვის, ხო, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა სინათლისა და სითეთრის პოზიციაში შედიხარ პერიოდი, როდესაც შენ ცხოვრებაში გაადგება მომენტი, როდესაც უნდა შენვე განახორციელო არჩევანი, რას როგორ გააკეთებს. რაღაცა მომენტში თუ შენგან დამოუკიდებლად ნეგატიური ფაქტორები ხდებოდა ცხოვრებისეულად, ეს პოზიცია იცვლება და დამატებით რჩევა შენთვის. შენ ხარ დაცული, შენ ხარ ძლიერი მფარველობის ქვეშ. ერთადერთი მომენტი, რაც არის გასათვალისწინებელი, უფრო მეტად გაახილე თვალები და უფრო მეტად ორიენტირდი იმაზე, ვის უშვებ შენ გარემოცვაში, ვისთან გაქვს კომუნიკაცია, ვისთან გაქვს ელემენტარული თუნდაც შეხვედრის სიტუაცია, იმიტომ რომ შენ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი არიან, ვისაც აქვს შურის ფაქტორი, მაგრამ შენ მაინც დაცული ხარ, მაინც გაქვს ძლიერი მფარველობა უზენაესისგან. მეტი ორიენტირება ადამიანებთან კომუნიკაციაში, მოსაშორებელი ენერგოვამპირები მოიშორე. და შემდეგ უკეთესად იგრძნობ თავს. ხო. ეს რო გაითვალისწინოთ. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, კარგად ყოფნას, მათთვისაც გინდათ პირადი კონსულტაციისთვის მომართეთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. ნახვამდის.